ამაჟობად კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ჩვენი მეორე ბლოკის სტუმრები გახლავან ბატონი ზურაბ ბიგოა, ბატონი დავით ჭეიშვილი, რის უყურებთ გუშინ საინფორმაციო საშუალებებით ნახავთ ალბათ ძალიან საინტერესო და მე ვფიქრობ მნიშვნელოვანი მოვლენა შედგა საქართველოში შეიქმნა დაფუძნდა ახალი პარტია დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ყრილობა ჩატარდა ოფიციალურად ალბათ გეცოდინებათ პარტია როდესაც ყრილობას ატარებს და რეგისტრაციაში გადის სწორედ აი ამ დღიდან ძალიან საინტერესო ძალიან გასაგებია ამაღლებელი იყო ეს შეხვედრა მე ამდენი ქართველი ერთად кайხანი არ მინახია დაახლოებით დარბაზში ეს იყო კალათბურთის სასახლეში კერგელის სახელის კალათბურთის სასახლეში ჩატარებული ყრილობა ძალიან წარმომადგენლობითი ძალიან მნიშვნელოვანი თუნდაც იმიტომ რომ თეთრი დიპკორპუსი იქ ესწრებოდა და ერთხმად იქნა ესე ვთქვათ დელეგატების მიერ არჩეული საბჭო, მთავარი საბჭოს წევრები გახლავან ჩვენი სტუმრები საკმაოდ ცნობილი, საკმაოდ საინტერესო ადამიანები. თქვენი მონამორჩილი ბატონ დავით ესწრებოდა ყრილობას როგორც სტუმარი, მე გამიკვირდა პირველად ნახე, როდესაც საქართველოს ჩატარებულ ყრილობას სტუმრებისთვის თავზე ქონდა ესე ვთქვათ პარტიაში გამოყოფილი ადგილი და თქვენი როგორც კი დაგასახელეთ ყოფილი ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელიო და ძალიან დიდი წასით დაისახურეთ. ასევე არანაკლებად ცნობილი და საინტერესო ადამიანი გახლავთ ბატონი ზურაბ ბიგოა, გეცოდინებათ ძალიან ცნობილი ტექნოლოგი და საინტერესო ადამიანი, მკვლევარი, მეცნიერი. თქვენ ერთ-ერთი ფუძემდებლთაგანი ხართ ანალიზისა და კვლევისა პოლიტიკაში. ყოველს მინდა დაგისვა შეკითხვა. აი ამ ყიამეთში, აი ამ უცნაურ სიტუაციაში და იმ ფაზაში და იმ დროს, როდესაც თავად ოპოზიციურ ესე ვთქვათ talgaze moxtul სხვადასხვა პარტიას მეცუმეტეს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უჭირთ ხალხის მოგროვება, შეკრება და მეცუმეტეს გაწოლა, თქვენ გადაწყვეტეთ ესეთი გრანდიოზული ყრილობის ორგანიზება და საკმაოდ სერიოზული განაცხადები გქონდათ. ყოველ შემთხვევაში მე რაც მოვისმინე ძალიან სერიოზული განაცხადები დაფიქსირდით. რატომ აკეთებთ ესეთ განცხადებას, რომ თქვენ ხართ საუშვად ამ ყველაფრის შემსრულებელი და რისი რესურსი გახართ რესურსებია დღეს ფაქტურად ბრძოლა ქვეყანაში ორი დაგისვამ შეგიძლიათ რა ხსაპირებთ აი ამ პარტიის საქმიანობა და რა ნოვაციით მოდიხარ ქართულ პოლიტიკაში ისმენთ მე შემიძლია ვთქვა ქალბატონ ნინომ ძალიან კარგად გაანალიზა თავის მოხსენებაში ეს არის შეთავაზება გუნიერი პოლიტიკის, ახალი პოლიტიკის. ეს ახალი პოლიტიკა სოციალისტ ქალბატონ ნინოს მომზადებული ქონდა ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნების დროს გახსოვთ მაშინ რომ დატოვა საპარლამენტო სია, მაშინაც ქონდა ეს ახალი პოლიტიკის შეთავაზება. მაშინ რატომაც გაჟღერდა რომ ის იმის გამო მოვიდა რომ მისი ხალხი არ ჩასვეს სიაში. ეს ისე არ იყო. მას უნდა სწორედ ამ ახალი პოლიტიკის გაჟღერება და ამ ახალი პოლიტიკის რეალიზაცია ახალ პარლამენტში. Calculul să ar moxta, calculul minus moxta calcula. Ეხლა ამ ყრილობაზე calculul minus განაცხადა ძალიან საინტერესო ჩემი აზრით სამი პრინციპი ერთიანობის, ეს არის მოუწოდა ოპოზიციას იყოს ერთიანობა, რომელიც გამოიხატება კოორდინაციაში, თუმცა ამას ყველა ნომდა ბოლო ხანაში მეგონი ოპოზიციის ყველა ლიდერი აჟღერეს ამ იდეას. În ideea că გადაიქცევა მეორე ერთიანობა ეს არის ერთიანობა რომელიც ქართულ ერში ქართულ საზოგადოებაში ღვევა რომელსაც დაიწყო ჯერ კიდევ 90-იან წლებში შემდეგ შევარდნაძის შემდეგაც დაირღვა ვაკოვის ჯგუფები გაირიყვნენ მერე მიხეილ სააკაშვილის მოსვლის დროსაც გაირიყვნენ ვაკოვის ჯგუფები საბოლოოდ საზოგადოებაში უნდა ჩამოყალიბდეს ერთიანობა უნდა რაღაც გარკვეულ პრინციპზე საზოგადოება უნდა გაერთიანდეს და ეს იყო ერთ-ერთი სერიოზული მოწოდება ჩემი აზრით. და ეს ერთიანობა პლუს კიდე და იმითაც საბუთდება რომ ეს პარტია, რადგან პარტია ჩამოყალიბდა, ეს პარტია არ გულისხმობს არავითარ შემთხვევაში იმას როცა ის მოვა ვიღაცასთან წრობას და შუბლს გააღვიოს, ან და დაიწყებს
გარკვეულ რევანშისტულ ქმედებებს თუნდაც სამხედროების გარკვეული იმ წარმომადგენლების მიმართ, რომელსაც არ აქვს ჩადენილი აქვს კრიმინალური დანაშაული, აქვს დანაშაული ქვეყნის წინაშე. რევანშიზმზე კპიზებით გამოწვევით არის ლაპარაკებს, თუმცა გამიკვირდა და მე ხამუშა ამ სიტყვების მოსმენა. აი გუში ქალბატონმა ინო ბრძანა რომ მან განაცხადა რომ პარტია იწყოს მუშაობას ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისა საქმე ძალიანობის აღწერისას. აი დავით ბატონო, როგორ წარმოგიდგენიათ ეს პარტიამ რო გააკეთა? დიდი მადლობა დავით. ბუნებრივია, საერთოდ კი არ წარმომიდგენია, მე ვფიქრობ, ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი გზა, რომ მხოლოდ დემოკრატიული ინსტიტუტი და სწორედ ეს სისტემა შეიძლება იყოს გარანტი დემოკრატიის განვითარებისა ქვეყანაში და არა ეს არ უნდა იყოს პიროვნებებზე დამოკიდებული, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ, რომ პიროვნებებზე დამოკიდებულებას რა თქმა უნდა არაფერი კარგი არ მოაქვს, ეს პიროვნება შეიძლება რა თქმა უნდა თვითონ კარგი იყოს, მაგრამ რაც შეეხება სახელმწიფოს, აქ თუ არ არის შექმნილი დემოკრატიული ინსტიტუტი, რომელიც სწორედ აი ორგანიზაციულ სისტემას ბადებს, მას ქმნის, სხვაგვარად ეს შეუძლებელია. ეს იყო საკმაოდ დიდი განცხადება ქალბატონის ნინოს მიერ გაკეთებული და ეს ნიშნავს იმას, რომ სწორედ ზუსტად გადავიდა იმ სლოგანზე, რასაც ქვია დემოკრატია დღეს და არა ხვალ 21 წლის მერე. და დემოკრატია დღეს ეს იქნება სწორედ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობით. აი მე მაინც მაინტერესებს უგნებოდ თქვენგანაც დასწრებით უგნებოდ თქვენ ბატონო რა აი հետია რა დემოკრატიული ინსტიტუტი არა ის თუ არ არის. საერთოდ ესე ამბობ ხანაში ეცმეტები ასე აფასებია რომ ელექტრონულ მედიაში არის ერთადერთი თავისუფალი ასე ვთქვათ კავკასია ესეთი დასკვნები გამოვაქვს და სამაგიეროდ თავისუფალია პრესა, სადაც შეიძლება ბევრი რამე გავიგო. პრესა, რომელიც გაძვიდა, ზოგიერთი გამოცემა ლარნახევარზე ავიდა და ხელდება ძალიან შეზღუდული ასე ვთქვათ სახით. ამას კითხულობს პოლიტიკურად აქტიური ჯგუფი, მასალა ერთმანეთს გადასცემენ, მაგრამ ეს არ მიდის მოსახლეობამდე. არ ვიცი, რამდენად თავისუფალი შეიძლება დღეს იყოს მედიის შესახებ ლაპარაკი, როცა რეალურად ადამიანები ინფორმაციას იღებენ ელექტრონული მედიის საშუალებით. თუ ამ მედიას აქვს შეზღუდული არეალი, არ შეიძლება მედიის თავისუფლებაზე ლაპარაკი. თუ ჩვენ პრესა ვრცელდება მხოლოდ გარკვეული რაოდენობის ადამიანზე, არ შეიძლება ლაპარაკი იმის შესახებ, რომ მთელი საზოგადოებისთვის შეგუება ბატონო ტექნერი ადამიანები ბრძანდებით ეხსოვნებათ ალბათ ივერია რაოდენი კირელის დამოდიება იგია 300-700 იყო ჭერი ახსენდა გავლენას ახსენდა იმ გაზეთის გავლენას მე აი მართალი ეს რა გუშ ქალბატონმა ნინო ბრძანა რომ ხალხასთვის არაშავ საქართველოში არ არსებობს თავისუფალი მედია თან ბრძანებს რომ ახალი პარტია ის მუშაობა ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისას და ეს არის შეუთავსებელია. მე ვხედავ რომ ვერაფერ შეუთავსებელს რატომ ახლა? იმიტომ რომ აი რა თქმა უნდა მოგახსენოთ სწორედ ეს მედიის თავისუფლებაზე როცა ლაპარაკობენ ელექტრონული მედიის თავისუფლებაზე. აი ბოლო ხანებში გადაიდგა რაღაც ნაბიჯი არ ვიცი, ხეთი არის გამოწვეული, ყოველ შემთხვევაში ეს არის გარკვეული გააქტიურებით საზოგადოებაში. მე ვფიქრობ, რომ საერთაშორისო ინსტიტუტების ზემოქმედებასაც ჰქონდა ადგილი, როცა ვთქვათ, დაიწყო უკვე ლაპარაკი იმაზე, რომ ვთქვათ, გაიხსნება დებატები, ორიდან დაიწყება დებატები მე მგონია რა, მაგრამ ესეც შეზღუდული იქნება. შემდგომ ესე იგი რომ დაუშვათ იმედში დაიწყება დებატების პროცესი. ესეც უკვე რაღაც ზეწოლის შედეგია. ეს არის დემოკრატიული ინსტიტუტების ზემოქმედება და დემოკრატიული ინსტიტუტები რომ განვითარდნენ, ამისათვის საჭიროა კიდევ მრავალი ნაბიჯი გადაიდგას. თუ ჩვენ ვილაპარაკებთ იმაზე, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების შესაძლებლობა უნდა მოხდეს, ეს არის სწორედ ის ახალი პარტიები, ახალი არასამთავრობო ორგანიზაციები, აი ეს შეკრება ადამიანების, საოცარი რაღაცა ხდება, მე მაგით არ მოველოდი აქტიობას. საოცარი რაღაცა ხდება, ადამიანები